სოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოსკოვი, სადაც დონალდ ტრამპის მიერ გაგზავნილი პირები ვლადიმერ პუტინს ხვდებიან. მოლაპარაკებები თითქმის 4 საათის დაგვიანებით დაიწყო. ამერიკელების მხრიდან მაგიდასთან არიან სპეცწარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და პრეზიდენტი სიძე ჯარედ კუშნერი. ვლადიმერ პუტინთან ერთად კი შეხვედრას ესწრებიან მისი თანაშემწეები კირილ დმიტრევი და იური უშაკოვი. თამარ ჭავჭავაძე გვერდება ამ ამბის დეტალებით. დიახნინო დონალდ ტრამპის წარმომადგენლებსა და ვლადიმერ პუტინს შორის კრემლში შეხვედრა უკვე დაიწყო. შეხვედრას ესწრებიან სტივ ვიტკოფი, ჯარედ კუშნერი, ვლადიმერ პუტინთან ერთად კი იმყოფებიან იური უშაკოვი და კირილ დმიტრიევი. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, რომელმაც შეიძლება უკრაინის სამშვიდობო პროცესის ბედი გადაწყვეტოს, თითქმის 4 საათის დაგვიანებით დაიწყო. თავდაპირველად ის მოსკოვის დროით 5 საათზე იგეგმებოდა და როგორც ვლადიმერ პუტინს ჩვევია ამერიკელებთან შეხვედრის წინ მან სრულიად სხვა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სტივ ვიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა კი ამასობაში მოსკოვის ცენტრი დაათვალიერეს და ერთ-ერთ რესტორანში ისადილეს. პუტინმა კი მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა კომენტარები. რუსეთის პრეზიდენტი რიტორიკას არ იცვლის და განსაკუთრებით კრიტიკულია ევროპის მიმართ, რომელსაც დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, რუსეთი მზად არის ევროპასთანაც იომოს, თუ ამას თავად ევროპელები მოისურვებენ. დიქტატორმა ასევე გაიმეორა ჟურნალისტებთან საუბრისას, რომ რუსეთი სრულად აკონტროლებს სტრატეგიულ უკრაინულ ქალაქებს პოკროვსკსა და ვოლჩანსკს, რასაც კატეგორიულად უარყოფს უკრაინული მხარე. პუტინმა დღეს კვლავ მიიპატიჟა მედიის წარმომადგენლები ამ ორი ქალაქის მოსანახულებლად და მისი კიდევ ერთი განცხადება უკავშირდებოდა შავ ზღვაში რუსული ტანკერების აფეთქებას. პუტინი დაიმუქრა, რომ უკრაინა საერთოდ მოწყვეტენ ზღვისგან, თუ კიევი რუსული ტანკერების წინააღმდეგ მეკობრეობას გააგრძელებს. მან დაანონსა საფასუხო დარტყმები უკრაინის პორტებზე და იმ გემებზეც, რომლებიც უკრაინულ პორტებში შევლენ. ევროპელებმა შეიმუშავეს თეზისი, მიაყენონ რუსეთს სტრატეგიული მარცხი და დღემდე ამ ილუზიაში ცხოვრობენ. თუმცა ესმით, რომ ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა და არ სურთ აღიარონ. თავად გავიდნენ ამ პროცესიდან, არ მოსწონ შედეგები და დაიწყეს შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვის და პრეზიდენტ ტრამპისთვის ხელის შეშლა მშვიდობის მიღწევაში. თვითონ უარი თქვეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ახლა ტრამპს უშლიან ხელს. ისინი ომის მხარეს არიან და როდესაც ცდილობენ რაღაც შეცვალონ ტრამპის წინადადებებში, ხედავთ, რომ ყველა ეს ცვლილება მიმართულია მხოლოდ ერთი რამისკენ: დაიბლოკოს სამშვიდობო პროცესი. აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია, რომ შემდეგ შემოატრიალონ და რუსეთს დააბრალონ. ჩვენ ამას მკაფიოდ ხედავთ. პუტინის მუქარი შემცველი განცხადებების ფონზე მთავარ შეკითხვად რჩება, როგორ შეძლებენ კრემლში მყოფი დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მისიის შესრულებას და პუტინის დარწმუნებას განიხილოს პოტენციური კომპრომისები, რომლებიც უკრაინელებმა და ამერიკელებმა ჯერ ჟენევაში, შემდეგ კი მაიამიში გამართულ შეხვედრაზე შეათანხმეს. არსებული სახით გეგმა არის 20 პუნქტიანი და მთავარი გადაუჭრელი საკითხებია ნატო და ტერიტორიები. გამოცემა აქსიოსი წერს, რომ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები ევროპაში გაემგზავრებიან, შეხვდებიან ვოლოდიმირ ზელენსკის და პუტინთან მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობენ. თავად ზელენსკი, რომელიც დღეს ირლანდიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აცხადებს, რომ შეუძლია რთული გადაწყვეტილებაც მიიღოს, მაგრამ ის სამართლიანი უნდა იყოს. რუსეთში გაიმართება ამერიკული დელეგაციის შეხვედრა, ველოდებით შესაბამის სიგნალებს მათგან. ჩემი აზრით, შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ამ სიგნალებზე. შესაძლოა დღის ბოლომდე შეიცვალოს და შეიძლება შეიცვალოს 9 საათშიც. თუ ეს სიგნალები კარგად იმუშავებს, თუ იქნება სამართლიანი თამაში, ძალიან მალე შეგვიძლია შევხვდეთ. თუ ეს სიგნალები სწრაფი გადაწყვეტილების საშუალებას მოგცემს, მაშინ შეიძლება შეხვედრა მაღალ დონეზეც გაიმართოს. ჩვენ გვჭირდება შედეგი, რადგან ყოველდღე იხოცება ჩვენი ხალხი. რა თქმა უნდა, დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ გვჭირდება შედეგი. ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება ღირებულებებს, თავისუფლებას, დემოკრატიას, ქვეყნების უფლებას თავად გააკეთონ საკუთარ მომავალზე არჩევანი. ამ ღირებულებების დასაცავად გაწირა უკრაინელმა ხალხმა საკუთარი სიცოცხლე. სასტიკი და გაუმართლებელი ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა ხალხს, ქალაქებსა და ქვეყნის ინფრასტრუქტურას ნგრევა მოუტანა. პრეზიდენტმა პუტინმა აჩვენა სრული გულგრილობა ადამიანის სიცოცხლის ფასეულობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიმართ. მაშინ, როდესაც ომის დასრულების ძალისხმევა მიმდინარეობს, ის ცდილობს უპირატესობა მოიპოვოს მოლაპარაკების მაგიდასთან, სასტიკი თავდასხმებით და მკვლელობებით ფრონტის ხაზზეც და უკრაინის ქალაქებშიც. ირლანდია პატარა ქვეყანაა და ჩვენ ვცხოვრობთ საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს დაცული. უკრაინას აქვს სრული უფლება იცხოვროს მშვიდობიან გარემოში, როგორც თავისუფალმა ქვეყანამ.
Obviously, we want the war to end. ჩვენ გვინდა ომის დასრულება, მაგრამ ისე რომ უკრაინა იყოს სუვერენული და რუსეთმა აღარასდროს სცადოს თავდასხმა. ეს არის მნიშვნელოვანი. სრულად ვენდობი, რის მიღწევასაც ამერიკული მხარე ცდილობს. ნახეთ სტივ ვიტკოფი, ჯარედ კუშნერი, მარკო რუბიო, ჟენევაშიც და მაიამიშიც. ისინი მუშაობენ უკრაინელებთან ერთად. ახლა დიალოგს აწარმოებენ რუსეთთან. მუდმივად აქვთ კომუნიკაცია ევროპელებთან და ნატოშიც. უკრაინელები ძალიან აფასებენ ამერიკელების სამშვიდობო ძალისხმევას. დღეს ვნახავთ, თუ რუსებსაც სურთ მუშაობაში ჩართვა. რაც შეეხება 28 პუნქტიან გეგმას, ჩვენ უკვე გადავედით შემდეგ ეტაპზე. ეს იყო პირველი პროექტი და მოლაპარაკებებიც ყოველთვის გეგმის მონახაზის საფუძველზე იწყება. მაგრამ ჩვენ უკვე გვქონდა ჟენევის, მაიამის შეხვედრები და დღეს მოსკოვში იმართება მოლაპარაკებები. რაც შეეხება სამშვიდობო გარიგებაში ნატოს ელემენტებს, ამას ცალკე შევეხებით და რა თქმა უნდა, ნატო იქნება ჩართული. ნატოს გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება გააკეთა ალიანსის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ შეიკრიბებიან, თუმცა 1999 წლის შემდეგ პირველად მას არ დაესწრება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. როგორც დღეს მარკო რუტემ განაცხადა, ის არ საყვედურობს რუბიოს, რადგან იცის, რომ ინტენსიურ მოლაპარაკებებშია და სამუშაოებშია ჩართული და არა მხოლოდ უკრაინის თვალსაზრისით.